მზადდება ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებისთვის ერთ-ერთი კანდიდატი ირაკლი ჩომახაშვილის შეხვედრას მართავს, სადაც მის საარჩევნო პროგრამაზე და იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომელიც ქართული ოსნების პირობებში გასული წლის შემდგომ ადვოკატებსაც შეეხოთ. მცლად ლიზი ვეკუაგან აგზობს საუბარს პირდაპირ ეთერში. ლიზი, გისმენთ. ამ წუთებში გრძელდება ადვოკატთა სხვადასხვა კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრა. კერძოდ ირაკლი ჩომახაშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი მართავს შეხვედრას, სადაც მან უნდა გააცნოს შეკრებილ ადვოკატებს მისი საარჩევნო პროგრამის შესახებ და უნდა ისაუბროს იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში და კერძოდ ბოლო წლის განმავლობაში ვიხილეთ სასამართლოს შენობებში. ირაკლი ჩომახაშვილი და მისი გუნდის წევრები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რომ უმნიშვნელოვანესია, რომ 13 და 14 ოქტომბერს გასამართ არჩევნებში ხმა მისცენ სწორედ მათ და მის გუნდს, რადგან შეიცვალოს და გატარდეს სხვადასხვა რეფორმები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც დღის წესრიგში დგას. ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ისინი ეხმაურებიან საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის მედიის აკრძალვას სასამართლოს შენობებში და ასევე მოსალოდნელ ცვლილებებს ტექნიკასთან დაკავშირებითაც. ირაკლი ჩომახაშვილი და მისი გუნდი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ახლა ერთიანობა იმისათვის, რომ ეს უწყება გახდეს დამოუკიდებელი და იდგეს ადვოკატთა და ასევე ქართველი ხალხის მხარეს. ჩვენ გუნდში არიან გაბედული პრინციპული ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ კომპრომისზე წასვლის სურვილი იმისათვის, რომ ადვოკატის უფლებების სანაცვლოდ გარკვეული კომფორტი მიიღონ. ამიტომ ადვოკატთა ასოციაცია მუდმივად ადრე წარსულში ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მოცემულობით არა იყო მოქალაქეების და ადვოკატების გვერდით და ესე გაგრძელდება 14 დეკემბრის შემდეგ. ადვოკატთა ასოციაცია დაიკავებს თავის ადგილს სახელმწიფოში და ყველა ადამიანი და სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა იქნება ადვოკატთა ასოციაციის მიმართ პატივისცემით გამსჯელო. კანონები, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, არ უნდა იქნეს მიღებული. ადვოკატთა ასოციაციას მუდმივად ექნება სამომავლოდ საკუთარი პოზიცია იმ არაკონსტიტუციურ კანონებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში. ობიექტურად და სამართლიანად ძალიან კრიტიკული პერიოდია ისევე როგორც პროფესიისთვის, ასევე ზოგადად საზოგადოებისთვის. გასული წლის განმავლობაში ჩვენ ნახეთ არაერთი საკანონმდებლო ცვლილება და მოვისმინეთ არაერთი ინიციატივა, რომელიც პირდაპირ ეხება და ზღუდავს ადვოკატის საქმიანობას და ობიექტურად ართულებს კეთილსინდისიერად ადვოკატების ჩართვასა და მონაწილეობას არაერთ საქმეს. რაც შეეხება კანდიდატებს და ჩვენ პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობას კენჭისყრას ადვოკატთა ასოციაციაში, გონია რომ ირაკლი ჩომახაშვილმა, მათ შორის მეც და ჩვენმა გუნდმა არაერთხელ უკვე ჩვენი საქმით ვაჩვენეთ ჩვენი პრინციპულობა, მათ შორის დიპლომატიური უნარები, ეხლა გვაქვს უკვე სურვილი ჩვენი ობიექტური შესაძლებლობები მიმართოთ ადვოკატთა ასოციაციის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას. ეს არის ის სისტემა, რომელშიც უდიდესი წვლილი უნდა შეიტანოს ადვოკატმა, განავითაროს როგორც სასამართლო პრაქტიკა, ასევე დაიცვას ადვოკატის უფლებები და ადამიანის უფლებები, რაც მთავარია. სწორედ ირაკლი ჩომახაშვილის გუნდი ხასიათდება და გამოირჩევა მაღალი კვალიფიციური კადრებით, გუნდის წევრებით და ასევე პრინციპული გუნდის წევრებით, რომლებიც მზად არიან ეფექტური გამჭვირვალე მმართველობისთვის. მნიშვნელოვანი არის ადვოკატის უფლებების დაცვა, მით უფრო დღეს და ყოველი იმ ადამიანის უფლებების დაცვა, რომლის უფლების დარღვევაც დღეს ხდება ხელისუფლების მხრიდან ძალიან ბევრ შემთხვევებში. ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები 13 და 14 დეკემბერს გაიმართება და სწორედ 14 დეკემბერს გავიგებთ თუ ვინ დაიკავებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის პოსტს.